მაგდენი უფასო თუ ვილაპარაკე, ვინ რას იყიდის? თუ ექსპერტი, სპეციალისტი ან ბიზნესის მფლობელი ხარ, გეცოდინება, რომ ეს არის დამწყებების ყველაზე დიდი შიში და ერთი შეხედვით ლოგიკურიცაა. უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე და აღმოაჩენ თუ რამდენს კარგავ ამ პატარა ნეგატიური რწმუნებულების გამო. პირველი, იმისთვის რომ ადამიანმა შენგან იყიდოს, უნდა გიცნობდეს. უნდა მოსწონდე და უნდა გენდობოდეს. იმისთვის რომ გიცნობდეს, უნდა მიიქციო შენი ყურადღება და გაუჩინო ინტერესი. ხოლო იმისთვის რომ გენდოს და მოეწონო, უნდა გაუმართლო იმედები და შეუსრულო ის დაპირება, რაც სათაურში მიეცი. ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება და თუ უფასო სარგებელს დაჟმოტავ, აქამდე არასდროს მივა ადამიანი. მეორე, თუ გინდა შენი კონტენტი რეკლამის გარეშე ორგანულად გავარდეს, ამისთვის ადამიანებს უნდა გაუჩინო სურვილი და ალაიქონ. შეინახონ და გაუზიარონ მეგობრებს. აი მაგალითად შენ ბოლოს როდის გააზიარე ჩვეულებრივი რეკლამა და გაიხსენე როდის გააზიარე სასარგებლო სამოტივაციო რგოლი, რომელმაც მართლა დაგეხმარა. თუ დაჟმოტავ უფასო სარგებელს კონტენტში, ვერასდროს ვერ აღმოჩნდები მეორე კატეგორიაში. რაც არ უნდა სიტყვასიტყვით ყველაფერი გააზიარო, ჩვენი სასაცილო სტატისტიკის არ იყოს, მოსმენელიდან, წაკითხულიდან შინაარს ძალიან ცოტა გამოიტანს. სანამ მართლა არ იყიდის და პასუხისგებლობას არ აიღებს საკუთარ თავზე, იქიდანაც კი ძალიან ცოტა გადადგამს რეალურ ნაბიჯებს. და მხოლოდ 1% იქნება შენი გამომწერებიდან, ვინც შენგან არაფერს იყიდის და ისე მიიღებს შედეგს. შეერგოთ, ძალიან კარგი. სამაგიეროდ თავის 10 უახლოეს მეგობარს მოუყვება თუ რამდენად მაგარი ტიპი ხარ. სხვა დანარჩენი კი მაინც იყიდის, როცა დრო მოვა და საკმარისად გენდობა. აი მაგალითად თუ ეს ვიდეო შენთვის ღირებული იყო, აუცილებლად გაუზიარე შენს მეგობარს. რადგან მინდა, რომ უფასოდაც ძალიან დიდი სარგებელი მოუტანოთ ადამიანებს. და ბარემ ვიდეოს შენახვაც არ დაგავიწყდეს.